კლოისტერში, მანჰეტენზე მდებარე მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია ნამუშევარი სახელწოდებით „მეროდის საკურთხეველი“, ხარების ტრიპტიხი. შეხედეთ ამ ნახატის მასშტაბს. ეს არ არის გრანდიოზული საკურთხეველი, ის მხოლოდ 61 სანტიმეტრის სიმაღლისაა. რადგან ეს ტრიპტიხია, მისი დაკეცვა და გადაადგილება მარტივად შესაძლებელია. ხარების ცენტრალური სცენა ისე გამოიყურება თითქოს ის 1400-იან წლებში ჩრდილოეთ ევროპის ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანის მისაღებ ოთახში ვითარდება. ჩვენ ხედავთ მთავარანგელოზ გაბრიელსა და ღვთისმშობელს, სცენას, რომელიც ამ ნახატის შექმნამდე 1500 წლით ადრე უნდა მომხდარიყო. თუმცა რეალურად ჩვენ მათ თანამედროვე კონტექსტში ვხედავთ. ხარების ეს ბიბლიური სცენა ფლამანდიურ ოჯახში სწორედ იმისთვის ხდება, რომ მარიამისა და გაბრიელის ეს ფიგურები უფრო ახლოს იყოს ჩვენთან. ჩვენი ლოცვა უფრო ღრმა გახადოს, ღმერთთან მეტად დაგვაახლოვოს. ტრიპტიხის მარცხენა მხარეს გამოსახულია დაჩოქილი ცოლ-ქმარი. ეს ტიპიური პოზაა და აადვილებს მათი როგორც შემომწირველების ამოცნობას. ფონი საოცრად საინტერესოა. ჩრდილოეთში მხატვრები ყველაფერს აქცევენ ყურადღებას. იქნება ეს კარზე ლურსმნები თუ ჭანჭიკები, წინა პლანზე გამოსახული მცენარეები თუ ფონზე ჩიტები, რომლებიც კედელზე მოჩანან. ქვედა ნაწილში ხეზე სიძველის კვალიც კი ჩანს. დეტალების დონე უბრალოდ გასაოცარია. დააკვირდით ცხენზე ამხედრებულ ფიგურას გაღებულ კარს მიღმა. მთავარანგელოზი გაბრიელი ეცხადება მარიამს და აუწყებს მას, რომ ის ქრისტეს ღმერთშობს. შეხედეთ მათ სამოს, შეხედეთ მკვეთრ ნაკეცებს, როგორ ეცემა სქელი ქსოვილი იატაკზე. სიწმინდის აშკარა სიმბოლოა პატარა ფიგურის გამოსახულება, რომელსაც ხელში ჯვარი უჭირავს. ის ოქროს ფერის სხივებით ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე მრგვალი ფანჯრიდან შემოდის და პირდაპირ მარიამისკენ მიემართება. ცხადია, ეს სულიწმინდაა. ეს არის მომენტი, როდესაც ღმერთი ხორცს ისხამს. როდესაც ერთი სამყარო მთავრდება და მეორე იწყება. სამყარო, სადაც ადამიანებისთვის ხსნა შესაძლებელია ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის წყალობით. აქ წარმოდგენილი სიმბოლოების უმეტესობა დაკავშირებულია ღმერთის განკაცებისა და მარიამის ქალწულობის იდეასთან. მარჯვენა მხარეს გამოსახულ პანელზე ვხედავთ იოსებს, მარიამის ქმარს, დურგალს, რომელიც თავისი ხელსაწყოებითაა გარშემორტყმული. მის გვერდით იატაკზე ხესა და ნაჯახს ვხედავთ. შესაძლოა ეს იმ ჯვარზე მინიშნება იყოს, რომელზეც ქრისტე აწვეს. იოსები ხეში ნახრეტებს აკეთებს. ეს შეიძლება მინიშნება იყოს ქრისტეს დალურსმულ ხელფეხსა და ჯვარცმაზე.